დილამშვიდობისა, ბევრი ადამიანი მიგზავნის საკუთარი სამედიცინო კვლევების დასკვნებს პირადში და მთხოვს, რომ პასუხი გავცე ამა თუ იმ კითხვაზე. მაგალითად, ეკოსკოპიის დასკვნა და მეკითხებიან, ვარ თუ არა საოპერაციო, ან მაგალითად ანტიმულერი მაქვს 0.7 და მაქვს თუ არა დაუსრულების შანსი, ან მაგალითად გავიკეთე მილების გამტარობა, ან მაქვს გამონადენი და რომელი წამალი დავლიო და ასე შემდეგ. და უმეტეს შემთხვევაში მე პასუხს არ ვცემ ამ კითხვებს, რის გამოც ძალიან ბევრი ბრაზობს და მინდა მოგმართოთ თქვენ, რომ ძალიან გთხოვთ, ნუ გაბრაზდებით ჩემზე. იმიტომ რომ მე ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მაგალითად აი მეზარება ვთქვათ პასუხის გაცემა, ან რაღაცნაირად უგულებელს ყოფ თქვენს გასაჭირს თუ მდგომარეობას, ან რაღაცა ქედმაღლური მოსაზრებიდან გამომდინარე, ან მაინც და მაინც მინდა რომ მოგიყვანოთ ჩემთან კონსულტაციაზე და ფული გადაგახტევინოთ და ამიტომ არ გცემთ პასუხს. არა. აქ არის ორი ძირითადი საკითხი, რის გამოც მე უმეტესობას პასუხს ვერ ვცემ. ვცემ პასუხს, შეიძლება ითქვას რაღაც 2%-ს. დღეში შემოდის დაახლოებით 50, მინიმუმ 50 წერილი ჩემს სოციალურ ქსელებში, აი ასეთი მსგავსი კითხვებით. მაგრამ მე პასუხს ვერ ვცემ ორი ძირითადი მიზეზით. პირველი ეს არის ის, რომ უბრალოდ არ მაქვს ამის დრო. ფიზიკურად არ მაქვს ამის დრო, იმიტომ რომ თქვენ გეჩვენებათ, რომ მკითხავ, რომ მაქვს დაუსრულების შანსი 0.7 მაქვს და მე უნდა გითხრა კი ან არა. ესე არ ხდება. იმისათვის რომ ეს პასუხი გავცე, მე უნდა ვიცოდე თქვენი ასაკი, თქვენი ანამნეზი, მეუღლეს რა მდგომარეობა აქვს და კიდევ ბევრი მაჩვენებელი. ანუ ამას სჭირდება დრო და გარკვევა თქვენთან ერთად. და ამისი დრო მე ფიზიკურად არ მაქვს. ის რომ მე აქ ვიდეოს ვწერ და ზოგი ამბობს, რომ აი სულ TikTok-ში და დრო, რამდენი დრო აქვს, ესე არ არის ჩემი მიდგომა, აი ამ ჩემს ვიდეოების მიმართ, რომელსაც მე ვწერ და ხშირად ვწერ და ვათავსებ სოციალურ ქსელებში, ეს არის, მე ვთვლი, რომ ეს არის ჩემი სამუშაო. ჩემი სამუშაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რითაც მე ვეხმარები ადამიანებს სამედიცინო თვალსაზრისით უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეთ საკუთარი სხეულის შესახებ და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, გქონდეთ სწორი ინფორმაცია ექიმი პროფესიონალისგან. და მეორე მიზეზი, რატომ ვერ გცემთ პასუხს თქვენს კითხვებზე. პრინციპში უკვე ვთქვი მე ეს პასუხი, პირველივე პასუხში ის მოიცავდა ამას, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ექიმის პაციენტის მიმართ.